როგორ ხართ მეგობრებო? მედიყვანები ხართ კარგად. ცოტა ხნის წინ გავეღვარდი, ალბათ 15 წუთია. მაიკა ჩავიცი ზედა, რომ მეთქი ვიდეოს გადაღებას დავიწყებ მეთქი. თამაში ვიღებ ეს ხოთაშორის, არ ვიცი როგორ მეტყობა. ცოტა გავიღია ვესავით რა. სახლის პირობებში. როგორ ჩამიწდა და ფენით გავიშერი. დავიტანაღე ფენით, იმიტომ რომ თმის უთოს რო ხმარობ, რო ვისწორებ ხოლმე, ძალიან უხეში ხდება ხოლმე და ძალიან სუნი აქვს ხოლმე რაღაც სპეციფიური თმა რო იწვება ხოლმე და ამით კიდე ისეთი ნაზი არის, ხაერავანია თმა და არც მეწვება იმდენადი რა. და ეს თმა გამიზარდა საკმაოდ ბოლოს რო შევიჭერი ათენში რო ვიყავი თუ გახსოვთ. და ასე მაქვს ახლა და კარგად ის მიქნეს ხოთაშორის ან რო ფორმა მიეცა კუთხეებში ასე. ცოტა გამიზარდა ისინი ჩოლკების და ხასში შევიჭრა. მაკიაჟი არ გამიკეთები არაფერი როგორც ხედავთ. სახე გავიწმინდა უბრალოდ და ეხლა მას წავისვრო თქვენთან ერთად. და ის რა ქვია. ორი წამი უნდა განახოთ რა ვიყიდე. პლუს გოცხობთ თქვენ ზოგადად მას რო ვისმომე. სახე მიწისდება ხოლმე ეგრევე, მაგრამ მალევე გადადის რამდენიმე წამში. ის მასი დამიცარიელი აღარ არის შეგნით, რასაც ვიყენებდი და კი გამოვიწერე იგივე მაზები, მაგრამ არ ჩამოვიდა, არ ვიცი რატო არ ქონა მაღაზიას თუ რა იყო. განახევთ რომ მას ვიძახი. და ეს სხვა მაზი არის. ისიც ძალიან კაია. სახისაა. ანუ სახისთვისაც და ანუ ყველაფრისთვის რა. ის ნაწიბურებისთვის, აი რაღაც თუ გეტკინა ან რაღაც. მე ხარაფერი არ მაქვს, არც ნაწიბურები არაფერი, არც გამონაყარი არ მაწყობს. სუფთა კანი მაქვს, მაგრამ აი ესა. ლავროშესი არის. შორს არ არის. კარგად მიტანიენებს კანს ხოთაშორის და იწვევს ძალიან წამიერა წამებში. ძალიან ისე რა. საყურე გავიკეთე. ესეთია. ეს ახალი არის. ხა ვიყიდე. მაიკა ვიყიდე. და რაღაცები ვიყიდე. უში მომივიდა. ამანათ. აი ეს მხარე არ შეიმჩნევთ. ჭორსა სრუტი და ის ცოტა ისე არეულობა თავის ადგილას აი. და დავიწყე ვიდეოს შეწრება მაიკას განახებს ჯერ ანუ ასეთი არის. ძალიან რბილი მატერია არის. ძალიან რბილია. და ხოთაშორის აი ძალიან ის არის კომფორტული აი როში გაწვავს. ნაჭერით და თან დავიწყე ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით რა ანუ თუ იმის აინტერესებს წელთაღლებ. წონასთან როგორ არიცი? ძალიან მერყეობ. ვიყავი 67 და 400, 67 კილო და 400 გრამი ძალიან მახსოვს. კარგად ყველაფერი დაწერილი მქონდა ფურცელზე თან. ეხლა აღარ ვიწერე უკვე, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რა წონიდანაც მინდოდა ჩამოსულიყო, იმ წონიდან ჩამოვედი. და ვარ ეხლა 58-59 არა 58 და 500, 58 და 900, 59 და 600, ანუ ასე მერყობს ჩემი წონა. ადის ჩადის. მაგრამ ანუ 60 ჩამოწდა რა ფაქტიურად. ძალიან ისე ირევა ეს წონები და ეს წონა იმიტომ ამერია, გეტყვით რატომ ამერია. ერთი დღე ვჭამე, აჭარული ხაჭაპური გავაკეთე სახში. და პატარები გავაკეთე სახში და 2 წელი შევჭამე რა. და პლუს გაზინის სასმელი დავლე რა თქმა უნდა და გაზინის სასმელი კიდე არ არის კარგი. ანუ ეგ ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ანუ ეგ ყველაფერი ვჭამე ზედმეტად და სხვა ზოგადად არაფერი არ მიჭამია რა. ანუ რო დამერხვია ჩემი ტყობის რაციონი. ძალიან ისე გიჟის სახე მაქვს, პომადა მაინც ავისო. ხო და
ანუ ერთი კვირა გავიდა მის მერე. ხო და ანუ ჩამოდი ისევე წონა, მაგრამ ძალიან უჭერს. ხო და ვიყავი. ხო გითხარით რა თამბენში ვიყავი რა მოკლედ. ეს ისა კიკოს გლოსიარი და ძალიან კაია. უბრალოდ მალე გადადის ერთი მინუსი გაქვს. ხო და რას ვისახეთ მომწოდა. ხო და არ ვნებდები. თუ გაინტერესებთ ანუ როგორ ვიკვებები მინდებს ვიდეო. როგორ ვიკვებები და დავიკელი 4 კილო და 700 გრამი მაქვს ვიდეო, რამდენიმე ვიდეოთი ქვემოთ არის, თუ გინდათ ნახვა. ჩემ ბლოგებს კიდე პლუს შევმატე ის, რომ დავიწყე ყოველდღიური ბლოგების გადაღება არა, მაგრამ ყოველდღიური ბლოგი თუ რას ვაკეთებ, ან რა ვიყიდი, ან ასე შემდეგ. მაგ ბლოგების გადაღებაც, პლუს მინდა სამზარეულოსაც შევეხო. სამზარეულოს იმ მხრივ, რომ ავტვირთო რეცეპტები, ავტვირთო საჭმელების ვიდეო, ანუ ყველაფერს შევეხო თქო. ეს სამზარეულოს რაც ეხება. ტკბილეული, საჭმელი, წარე, მჟავე და ასე შემდეგ რა, მაგრამ ისეთი პერიოდები დამეთქვა ხა, რომ ძალიან გამეწალა ვიდეოს დადებარე და კარგად მივდიოდი, მაგრამ ისევ დავიწყე ეტაპობრივად და მეზარება ვიდ კამერის აღება რო გადავყო, თორე ან ფერა ისეთი. ხო, სიოლო, გავაგაზრდებ ამ ვიდეოს, თორე იქიდან იქ გადავხვდი, იმდენი სალაპარაკო მაქვს, რომ ხვდებთ რა. ანუ ეს ზედა და განახებთ ახლა ჩემს შარვალს, რომელიც მოტკეცილი მქონდა, მოტკეცილი ძალიან. და სხვა შარლები ხო საერთოდ კატასტროფაა, შარლები იმ ხელით გამიდით და კამერას ვიკეთებ ხოლმე და ისე დავდივარ ხოლმე ფოხანასავით რაღაცნაირად ხო და მეცინება ხოლმე ჩემ თავზე და მე ეს ყველაფერი უფრო მადიდებს ხოლმე ძალიან დიდი ფიჩარი ხოლმე. აი განახებთ ახლა ეს შარვალი არის ძალიან დიდი ხნის ალბათ 1-4 წელი რაც მაქვს საქართველოს არ ვაწამოდი მაშინებით წინა დღეს და მქონდა ძალიან აი მოჭერილი აი კარგად რა და აი განახებთ ახლა როგორ მაქვს აი მოიცადე აი იმედი ჩანს აი არ გამომიჩნდეს თქო აი მიცო აი ხომ ხარ დაახლოებით რამდენი დაკლებული მაქვს გეტყვით ახლა 7-8 კილომდე ესე რა აი 8 მოგატყუთ რა 8-9 აი 8 თქვათ სუფთა აი ასე მაქვს აი ეს არ ვიცი ეს რამდენი მეტიერი ალბათ დაახლოებით ორი ზომით პატარა არის ალბათ ან რა ორი თქვენი უფრო იცით ვერ ხვდები აი ასე მაქვს და ამაზე უნდა გავიკეთო აუცილებლად კამარი ისე ანუ ფიზიკურად ვერ გავალ ასე გარეთ ან ხელით ესე მომეჭიროს ესე მოვიარ უკანასე მაქვს შემდეგ კამარი არ ვიცი მაქვს რა უცბად რომ გავიკეთო ცადეთ ორი წამით მაცადეთ თუ არ და გადავალ შემდეგ ნახვაზე გაიანებებს ასე მე გავიკეთებ კამერას ხო დაინახეთ როგორ მაქაშარლები ყველაფერი გამიდით ყველა შარვალი გამიდით აბსოლუტურად ერთი შარვალი კიდე მოქი ისე სასაცილო არის უფრო დიდი მოქი ის უფრო გამიდით გავაგზავნე ხარ ვიდეოს გადაღებას თუ რა ვიყიდე რა გამოვიწერე და დავამთავრებ ანუ ეს ზედა მაქვს ამერი ზედა მქონდა ოღონდ გულის გარეშე მაგრამ სარცხის მანქანა გამიფუჭა რატო არ ვიცი რამე შეერია გადაედო ფერი ძალიან დიდი ხანი ეს ეკეთებს სარცხის მანქანა და ძალიან ბევრი მოკლეკლავიანი ზედები კლავიანები სულ გამიფუჭა გამიშავა და ისეთი ლაქები გაიკეთა რომ არ გასტის საერთოდ ჯინსის შარვალი მაქვს ზარასი რომელზეც ვგიჟდებოდი და ისე მომწონდა და ისე მიხდებოდა და აი ლაქა ეგეთ ვეღარ ვიცი საერთოდ
ჩემი საყვარელი შარვალი იყო და გამიჩნდა სამწუხაროდ. ეს ზედა ფასები არ მახსოვს. რომ გითხრათ მართლა ძალიან ნაზი მატერია არის. და ეს ზედაც ხო გითხართ ეს ზედაც გამოვიწერე, მაგრამ მგონი კაი, ცუდი არ არის რა, და მომწონს ხოდიშორის ეს ზედა წითელი. რომელიცაც ამ ბოლო დროს ვარდისფერი და წითელი შემოყვარდა, ძალიან კი არა, ძალიან. უფრო ვარდისფერებზე ვიხრები ახლა. ვარდისფერი ბოტასები მინდა ახლა Adidas-ის. და ვარდისფერი Adidas-ის ზედა მინდა, მოკლკლავიანი. და არ ვიცი რატო არ ასე გაგიჟებული და ვარდისფერი ვაფშე არ მიხდებოდა და საშინელება იყო ვაფშე. მეთქი ეს რა არიან, როგორიც ვარდისფერი. იმიტომ რომ როდესაც ჩავიცვენდი რაღაცას ვარდისფერი არასდროს მიხდებოდა, არასდროს. ეს ზედა არის. შემდეგი. ეს ზედა კიდე. რომელიც სამკაი არის. ძალიან მეცი ხუთაშორის. ჩაცხონდი გავისინჯე გუშინ ყველაფერი. ერთი ეს ზედა მაქვს მეცადება. გუშინ გავისინჯე და ეგრევე დავდე, იმიტომ რომ გუშინ ხამე სამუშაოდან მოვედი. მეთქი დავწვე გამოვიცვა. ვიდეო გაითიშა და აღარ მქონდა ადგილი, მაგრამ ქვეყანა ადგილი მაქვს, წავიდე მაგას ვერ ხვდები. ყველა ვიდეო წაშლილი მაქვს ტელეფონში. და არ ვიცი სად გავჩვენდი და მაგრამ გავაგრძელებ. ხო, გუშინ გავისინჯე თქვა და უცბად დავდე გამოვიცვალე, რომ დავაგდე ეგრევე, რომ დავწვე თქო რა, რომ გვიანი იყო ძალიან. ანუ ეს ზედა გამოვიწერე, ოღონდ ბოდე ზედა არის. კარგად მაქვს ყველა ზედა ძალიან. ეს არის ლარჯია, ოღონდ ეს იმიტომ ეს მაგალითად ახლა არის მედიუმი. ეს ზედა არ მეცეთ ნახოთ, ხო, მედიუმია ეს. რა. მედიუმი კარგად მაქვს ძალიან, მაგრამ ძალიან ზემოთ ამომდის ხოლმე რა. და არ მიყვარს ხოლმე ზოგადად მასე, რომ მაქვს. ვიჩვენე ცოტა დიდი იყოს და ჩავიტანიო შარვალში. ის კი ოდნავ ზემოთ მაქვს, მაგრამ მაღალწელიან შარვალსაც ჩავიტანო და კარგად დამაჯდება. ეს კიდე ხა ბოდი არის და ამას სხვა ზომები არ ქონდა, რომ გამოვიწერე. და ელები გამოვიწერე, ძალიან დიდი იქნება, არა უშავს მეთქო რა. ეს ბოდი არის ძალიან ჯინსი ძალამაზე. და ამ ზედასთან გამოვიწერე ეს კურტკა. ნახეთ. არა, ძალიან დიდად კი არ უხდება, მაგრამ ცოტა ისე ხდება. ეს ზედა არის. ვიცი ზედა არის medium large. ძალიან ნაზი მეჩერია. როგორ ჯინსი უხეშერი არ არის მასეთ. ძალიან ნაზი. ეს. მიდი ჩანს კარგად. და ძალიან მოიწონა სურათი. არა, სხვა ცუდი არ არის, ძალიან მომწონს. ამასთან სხვა რამეს შევუფერებ მე კიდე და წყობა ყალონა დავდიო ხა თან და მაგათშული ვარ ძალიან. კიდე რა გამოვიწერე მე. ხო, ის მასკები გამოვიწერე კიდე. ერთცელი მაცვია. ეს ღია ვარდისფერია. მაგრამ კამერა თეთრ სახი ქოს თითქოს. კრემისფერს, მაგრამ ვარდისფერია. ეს თეთრი მასკები. და ერთი ეს მაცვიერი. ეს. მაინც გაჩვენეთ. ასეთი მასკი. თხელია ძალიან და ბოტასებს თან კაია. და ეს ბოტასები. ეს ბოტასები. ცოტა შორის. იცი განახტახლებდი მათ ერთს. და მეგონა რომ პატარა ჩამოვიდა, იმიტომ რომ 37-ს როცა ვიწერე, მარტო 37 ზომას. პატარა მოდის ყოველთვის. მაქვს 37 ნახევარი რა ეს ფეხი. და 37 გამოვიწერე, 37 ნახევარი არ აქვს, არ ქონა ფეხს. მე გამოვიწერე და თუ რაღაცას ქონდა იმას ამ მოიღებნით და ისე ჩავიწვევ ხოლმე თქო და შეიძლება დაიჯეროს და კარგად მაქვს. და დაჟე ოდნავ ფეხი ის მაქვს.
აი შევსება რომ უნდა ფეხს. აი ეგრე მაქვს. სხვადასხვა არ და 37-ია ზუსტად აი. და პირველ შემთხვევაში რომ კარგად ფეხსაც სულ 37-ს თქვი მომიწახome ან პატარა მაგ ან რაღაცნაირი არის ან ძალიან მიჭერს განსია რა ეხლა მე დავკეცავ ისევე თავის ადგილას ამ ზედის ჩაცმას ვაპირებს სამუშაოზე და ამ შარვლის მაგრამ გამანმა გავიკეთო და ფეხზე კიდე არ ვიცი ეს ჩავიცვა ფეხზე ამ ფეხს ჩავიცვა აი ამ ფეხს ჩავიცვა ფეხს ეს საყურები გამომიწერე კი საყურები გამომიწერე განახებს მიცა ძალიან ბევრია სხვადასხვა იყო და გადავდო ერთმანეთთან ჩავდე მე ანუ ასეთი შულშერს არ მომეწონა ამისი ის ანუ ის ლამაზია დიზაინი მაგრამ გაკეთებული არ არის ლამაზი სხვათა შორის ვიარ ჩამოთო აი ესეთი მიცა ესეთი რაღაცნაირია ასეთი ძალიან უწონს სქელი არის და ეს განახეთ ყველა განახეთ თქვენ ყველა განახეთ რა ვიცი ეს განახეთ არა ეს არ მინახები ორიანი განახეთ ეს სამიანი არის და ეს რაც მიგეთი ეს და ეს ხა წავალ ყავას დაალებ და მე ყავს რო დავლებ ფეხზე ჩავიცვე ის უცბად მოვა სამუშაოზე წასვლის დრო ვერ გავიგებ საერთოდ გასხოთში კარგად მეცინა ბუძენიკის ვაყენებ ხო ბუძენიკის გარეშე ისე ვერ ვტყვები სახეზე არაფერი არ მისვია მაგრამ ცოტას თავის ისე ვერ გავიკეთო თორე მე ვთიხენ ვიდეო არ გადმიხია ალბათ დაახლოებით იქნება 15 დღე უცბად გადავისმევ თვალებთან ძალიან არ ვაჭერ ხომ პატარაზე ვაჭერ რომ ბევრი არ უნდა გამოვიდეს ხო და აი ეს მე ერთი დღე ვაკის ვიდეოს მინდა ჩავწერო, მაგრამ არ ვიცი როდის უნდა ჩავწერო. ძალიან ისე ვარ ხოლმე. გადარბენებს. როგორც მივხვდი ვიდეოების მიხედვით ძალიან მოგწონთ თუ რა ვიყიდეთ ფასებს რომ გეუბნებით. ანუ მაგას მივხვდი. და ის საჭმელების ვიდეოც ძალიან კაია სხვათა შორის. ცოტა აქტივიზმო ძალიან არის მო ფაქტორად არაფერი არ აქვს ეგრე თუთ ყოველდღე არის ხოლმე რა იხატავს ნახეთ ძალიან ცოტა წამის შეაწამის ფაქტორად შეაწამეთ ცოტა წამის ბრონზერს ხო გამოსვლას არ ვაპირებ როგორც ჩავიცვი ისე იქნები բայց ყავას იმას ვიდო თავი. კამერაში ძალიან მუქი ჩანს, მაგრამ არ არის მუქი. თვებს შევიჭრედი სიმონებით. არ შემიძლია ზოგადად გადავეჩვი გრძელ თავს. აი ეს.
ჰაიდრაითერს დავამატებ და ეკა. და წამწამებს ავიტუშო. ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი ეკა ზოგადად. სხვა არაფერი ისეთი. Այսօր դա եկա։ Կտարես ումբոպտի տանալ ճոտայիս էսենսիցա։ Ումերում կամիթավդ աղարցավաշ մոտ։ Դիդդ։ Կամիթավդ արագգոնի կամոշրամ դինի խանի մոգ։ Թորիսա արդ կամի անեբի դիդի խանի սոտիշ։ Իմեդիա ուզր վիդեո არ կամեբի դա։ შემოგირბინეთ ასე ვთქვათ. კარგად ვარ ძალიან მუშაობ ყოველდღიურად. ეს ძალიან მინდა ხოლმე რომ რაღაცა კონდეს საქართველოში, აი როგორც ონლაინ მაღაზია მქონდა, ვისაც გახსოვთ არ ვიცი. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ანუ ვინც დიდი ხანია ჩემთან ხართ, აი Facebook-იდან ხართ რა. ანუ მეცემდი ონლაინ მაღაზია რომ მქონდა. აი სულ ვფიქრობ რომ გავაგზელო, იქნებ დავიწყო თქო რა, აქედან გამოვაგზავნო რაღაცაები თქო. მაგრამ ვიღაც ადამიანით გჭირდება ისეთი რომ ირბენს, მიიტანს, მოიტანს. აი მაგალითად მეტროსთან ვისაც აწყობს რომ მიიტანოს, თორე კურიერები კი ქვეყანა კურიერები არიან. რომ ისეთ გაიაღო იცი. ესე პროკეთეს. აი ოდნა გავიკეთე ძალიან მაკიაჟი და როგორც ცვლის მაინც აი მაკიაჟის სხვა. აი რაფერი გამიკეთებია ისეთი ჩათვალეთ. აი ეს. თუმცა ვიწევ სავარაუდოდ ესე არ წავა. და ხელს მიშლის ხოლმე მე რიგ სამუშაოზე მაინც გადაიწია აქეთ მე გადმოიწია კითხავს ეს. აი ესე. თმარ მომწონს რავი, ძალიან დიდად არ გიბირები, მაგრამ იმას ჯობია რაც მქონდა რა, ძალიან ის იყო მუქი ჩამოქებული იყო. ხო, ესე. კამარს მიპოვე ხა უცლებიათ რომ კამარი გავიკეთო ჩემ შარვალზე ეძრება. შარვალი შემიძლია, ზაჟი შარვალს შემიძლია ჩავიტანიო. მაგრამ საწავე ღომერის შარვალ აზრი, მეც არ იკავებს და. ეს. აი. დავით. ნახო სადა მაქვს. გავიხსენო სად მაქვს კამარა. ვეძიდება ძალიან. მაგრამ არ ვეძინება, ანუ ესეთი პონტი მაქვს რა, აი ხარა დავწვარ და ვერ დავიძინებ, იმიტომ რომ წაღან გავიხუძე, უბრალოდ ის მომთქნარებ. აი ასე, კარგად ხარ ძალიან. მე თქვენც კარგად ხართ და ვისაც ჩემი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან დიდი თხოვნა რომ გამოიწეროთ და რა ვიცი, დაგემშვიდობებით ახლა. და ძალიან მალე შემოგიერთდებით ახალი ბლოგებით. კექსის გადაღება მინდა ერთი რაღაც ვაშლით არის, ძალიან კარგია და იმედია მოვაბავ თავს და ვიდეოში მოგთავაზებთ. დროებით გემშვიდობებით და კარგ დღეს გისურვებთ კარგ სახელმწიფოს. და ყველას დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე დარჩით ჩემთან და ბოლომდე უყურეთ ჩემს ვიდეოს. მადლობა დიდი.